თუკი 2011-2012 წლებში მოსამართლეები პროკურატურისადმი მიკერძოებულები ჩანდნენ, დღეს ტენდენცია შეცვლილია. აღკვეთის ღონისძიების შესახებ დაუსაბუთებელი მოთხოვნების დაგმაყოფილების ფაქტები შემცირებულია. პროგრესია სისტემის გამჭვირვალობის კუთხითაც. ვკითხულობთ დასკვნაში, რომელიც სასამართლო სისტემაში ბოლო 3 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს ასახავს. ანგარიში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარადგინეს. თუ ჩვენ გავიხსენებთ თუ სად იყო სასამართლო 2011 წელს და რა პრობლემები არსებობდა და შევაფასებთ დღევანდელ სიტუაციას, მაშინ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები განიცადა სასამართლო სისტემამ, როგორც კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების სახით, ასევე ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში უშუალოდ პროცესებზე გამოვლენილი პოზიტიური ტენდენციებით. ვფიქრობთ, რომ დღეს უკვე ძალიან დიდი რაოდენობა საქმეებისა თვითონ მოსარჩელის სასარგებლოდ წყდება, მაშინაც კი, როდესაც მეორე მხარეს არის სახელმწიფო, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ სახელმწიფოს ინტერესი, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დადებითი რამ. მონიტორინგის შედეგებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა. ერთადერთი სიახლეა, რომ კამერით შესვლა შეიძლება, მაგრამ ინფორმაციის გამოტანა ადრე შეიძლებოდა და ეხლა შეიძლება. თუ კამერით არა, ვთქვათ, აუდიო ჩანაწერით, ხელით ნაწერით. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე კვლევაში დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლების მიზეზს განმარტავს. მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ მისი კოლეგები ევროპის სასამართლოს სტანდარტებით იღებენ გადაწყვეტილებებს. კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც კი ხშირია შემთხვევები, როცა თვითონ მოსამართლეებს მაგალითად რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აინტერესებს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორი მიდგომები აქვს ევროპულ სასამართლოს და ხდება ამ ტიპის გადაწყვეტილებების მოძიება, ქართულად თარგმნან, გაეცნობიან მოსამართლეები და შესაბამისად მათ გადაწყვეტილებაში დასაბუთებულობის კუთხით ხდება გამოყენება ამ გადაწყვეტილებების. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც აიღო. თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობისას მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ კანონის უზენაესობის შემდგომ ხელშეწყობაზე, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემის კვლევას ორ ნაწილად ახორციელებდნენ. სისხლის სამართლის ნაწილს ახალგაზრდა იურისტები, ადმინისტრაციულს კი საერთაშორისო გამჭვირვალობა იკვლევდა.